ნახოთ აგვისტოსთვის ზოგადი მიმოხილვა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრა, პირველი ვარიანტი შეგიძლიათ დააპაუზოთ თუ ვერ მოესწარით, დახუჭოთ თვალები ან ინტუიციურად ციფრები, რომელიც დაგიძახებთ თვალებს რო გაახალთ, თუ კი ფიქრებთ, ყოველი ვარიანტი, აი შემდეგ თვალს გაახელთ, პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, შეხედავთ იმ ვარიანტს, რომელიც თქვენი არის. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. ნახოთ ზოგადი მიმოხილვა რა მდგომარეობაში ხართ, შესაძლებელია, ხო? გჭირდებათ რაღაც არ არის გამორიცხული დახმარება ფინანსები, რატომღაც მიწიერ საკითხზე ხართ ორიენტირებული ვიდრე პირადზე, მაგრამ ამ თემაზე არ საუბრობთ. თქვენთვის არის, ეს არის, ასე რომ ვთქვათ, თითქოს სინიფიკაციო წინასიტყვაობა. და ნახოთ. რა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებადაც პირველად ეს ამოვიდა, მოდი მაშინ ნახოთ ფინანსები. დასაბუთები. მე გეტყოდით, რომ აგვისტოს თვეში აუცილებლად იქნება აქ ისეთი კარგი ცვლილება, თქვენ თვითონაც გაკვირვებული რომ დარჩებით. საჭირო თანხა ან საჭირო დახმარება შესაძლებელია, აუცილებლად მიიღებთ, შეიძლება რაღაც გარკვეული თანხაც შეაგროვოთ და ეს მოგიტანთ. ფინანსური ენერგია საკმაოდ კარგად ჩანს უბრალოდ. არ დახარჯოთ დრო ვინმესთან საქმის რჩევაში, ახსნა განმარტებებში, არ დახარჯოთ დრო რაღაც კონფლიქტურ მდგომარეობაზე, ეს თქვენი ფინანსური ენერგია აი ამ კუთხის ამ ხარისკენ არ გადავიდეს, ხო? ამიტომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, თუმცა ზოგადად ფინანსური ენერგია ძალიან კარგად დაფიქსირდა პირველ ვარიანტში. მოდი ვნახოთ პირადში რა იქნება პირველ ვარიანტს თუ კი აინტერესებს პირადი. რა ცვლილებები იქნება. არ გამოვრიცხავრო, აქ შესაძლებელია კი ბატონო გამოვიდეს კონტაქტზე. პიროვნება მე არ ვგულისხმობ მანდა მაინც ყოფილს და ასე შემდეგ არის ცვლილება იმ მხრივ, რომ შესაძლებელია ახალ ურთიერთობაში შევიდეს ბევრი თქვენთაგანი, ან უბრალოდ ასე რომ ვთქვათ, თუ იმისგან ელოდებით პასუხებს და ცოტა გული კი იკტკივათ ცოტა რაღაცა, ასე ვთქვათ, იქნება ამ ადამიანის მხრიდან თქვენთან ზუსტად დაკავშირება. ეს იქნება ძალიან დიდი ცვლილება, სხვათა შორის, რატომღაცა ესე იგი შეიძლება ვინმე თუ ყოფილი არის ვინ ბევრთან, ხო? შეიცვლის განწყობას, დამოკიდებულებას, რაღაც მე უფრო მგონია, რომ აქ აუცილებლად არის დაკავშირება თქვენთან. ხო, ეს მომენტი ზუსტად ის არის, რომ თქვენ შორის თუ რამე გულისტკენა და პრობლემა იყო, ეს აუცილებლად დასრულდება. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. აი თითქოს მისი ეს ცვლილებები თქვენ მოგიტანთ იმას, რომ დაასრულეთ, აი რაღაც განეიტრალდებით, ხო, ტკივილიდან თითქოს. პირველი ვარიანტისთვის ეს იყო ზოგადი მიმოხილვა.
მეორე ვარიანტი. ეს ჩაიფიქრა, პრენიტია სხვათა შორის და ეს სამაჯური დავამზადე და უბრალოდ მიდევს. იმდენად კარგად არის უკვე გააქტიურებული ზუსტად ვიცი. აი თითქოს ხელებში მოდის რაღაცა ძალიან დიდი ენერგია. ხანდახან ვფიქრობ ხომ არ დავიტოვო ჩემთვის თქო. ან ელოდება ვიღაცა განსაკუთრებულს ეს უკვე დამზადებულია, არავის კუთვნილება არ არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ან არის განსაკუთრებული ადამიანის, ან არის ჩემი საბოლოოდ. თუმცა ჯერ რატომღაც რატო ვიკავებ თავს არ ვიცი. დაბნევისგან. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, თქვენი ზოგადი მიმოხილვა ნახოთ, თუ კი რეზონირდება, რა თქმა უნდა. არ არის გამორიცხული, რომ აქ ცოტა ხასიათის ცვლილება თქვენ გაქვთ ამჯერად და რაღაც ცდილობთ, რომ ცოტა მეტი მკაცრად მიუდგეთ საკითხებს. შესაძლებელია გადაწყვიტეთ, რომ აი ახლა მე ხვალიდან ან ზეგიდან ან დღეიდან, ხო, ან თუნდაც უკვე დღის წესრიგში დააყენეთ თქვენ საკითხი, რაღაც საკითხი, ეს უნდა მოვაგვარო, ეს უნდა გაკეთდეს და всё. აქ მე უნდა ძალიან სტაბილურად და გზას რომ არ გადაუხვევს ადამიანი, ესეთნაირად მივყვე საკითხებს. რაღაც ამ პოზიციაზე მე ფიქსირდებით, ვისთვისაც რეზონინდა. თუ კი არ რეზონინდა არც ერთი ვარიანტი, მაშინ დაელოდეთ სხვა გაშლებს, შიგადაში ხო გაშლებს ვაკეთებ. თუ არა და ნახოთ, მაშინ ფინანსები იყო ეს რა ქვია, პირველი ესე წამოვიდა პირველ ვარიანტში და თქვენთან გავაგრძელოთ. კარგი, მაგრამ თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ. კარგი, ეს გადაწყვეტილება რას მოგიტანთ? სტაბილურობას და ძალიან კარგი ნახეთ წინსვლას, ნახეთ შესაძლებელია გადახვიდეთ თქვენს დამგროვებლურ ენერგიაზე. მოდი ასე ვთქვათ, მარტო ფინანსებს არ ჭირდება დაგროვება. დაგროვება ჭირდება გარშემომყოფი თქვენს მიმართ საზოგადოება, ვინც არის მათი კეთილგანწყობა. დავუშვათ აი სიყვარულსაც ხო, აი ბევრ ადამიანს მოწონხარ, მე არ ვამბობ კაცო ქალვაჟურ და მანდა მაინც ლოგინის თემას. საზოგადოებრივ ამასაც დაგროვება სჭირდება. შესაძლებელია აქ იყოს განათლება, შესაძლებელია იყოს ინფორმაცია, ან უბრალოდ შესაძლებელია იყოს რამე კოლექციონერი, ხო? ყველა მხრივ თქვენ გადადიხართ, ეს თქვენ მოგიტანთ, აი ზუსტად, აი ამ შედეგებს არ არის გამორიცხული ყველა ვიღაცასთან ეს ყველაფერი ერთად იყოს. და ამას მოგიტანთ ყოველ შემთხვევაში. კარგით ნახოთ თქვენი ფინანსური ენერგია როგორ იქნება. მე ზუსტად გეტყვით, რომ რაღაც მომინდა რომ კიდე ნახო, აბა. ხო, აი შიშებიდან თუ რაღაც ეჭვი გეპარებოდათ ან აი ამ შიშებიდან აუცილებლად გამოხვალთ, ხო, რაღაც იყო წარსულში შესაძლებელია იმას ფიქრობდით, ვაიმე რა კაი ძლიერად ვიყავი და ეხლა ვერ ვარ. სინამდვილეში ასე არ არის. ახლაც ძალიან ძლიერა ხართ. ხო, ნახეთ, ეს არის აქ დამიფიქსირდა ფინანსური მხარე 100%-იანი წარმატება. ნახეთ, შესაძლებელია მართლა განულოთ ვალდებულება თუ გაქვთ რამე ფინანსური, შესაძლებელია აქ მოხდეს ისეთი რაღაც, რომ თქვენი შემოსავლები უფრო მეტად გაიზარდოს კიდეც. ეს გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან მიდიხართ. ყოველ შემთხვევაში დასრულდა თითქოს გაუთვალისწინებელი მოქმედებები. აუცილებლად იპოვით ფინანს, თქვენ აქ აშკარად მეორე ვარიანტიც დღეს რაღაც მუნჯი საზოგადოება მყავს, ან ძალიან გაითვალისწინეთ, როდესაც მე ვაცხადებ, რომ არ ილაპარაკოთ, არ თქვათ რაღაც, ხო? ესეთ ვარიანტში და აქ აშკარად გამოსავალს ეძებთ, მაგრამ ჩუმად ეძებთ. გამოსავალს, ხო, თქვენთვის სხვათა შორის იყო თქვენში ზუსტად ის დაბნეულობა, რომ რაღაცებს ვერ იყავით გარკვეული რატომ მოხდა, რა ხდება, აი ეს მომენტები. იცით რა არის?
ყოველთვის ეს არ არის ის რომ გაითვალე ვიღაცამ მაგიურად დაგარტყათ არა ხანდახან არის ის მომენტი რომ ადამიანის ენერგიაში გადატვირთვა ხდება რაღაცას შესენება სჭირდება აღმავალი პერიოდები მეტნაკლებად ხო ასევე არის კიდევ რომ აი თვეების მიხედვით ეს თვე უფრო რომელიღაცა თვეებში უფრო წარმატებული ადამიანი უფრო დიდი შანსები აქვს ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ აგერ კიდევ ხო ჩვენ გვაქვს პლანეტების განლაგება მაგასაც მნიშვნელობა აქვს მე მაგალითად როდესაც თავს ვიკავებ რაღაციდან მე ზუსტად ვიცი რომ ესე იგი ეს ის პერიოდია მართლა თავი უნდა შევიკავე ახლა რაღაცებიდან მართლა თავი შევიკავე და შემთხვევით მოვისმინე ესა პლანეტების განლაგება და ზუსტად ესე იყო რომ აი აბსოლუტურად ყველაფრიდან თავი უნდა შემეკავებინა მე თვითონ დავჭი ეს ნუ ახლა ეს ჩემში არის გამომუშავებული ენერგია ხო მაგრამ შესაძლებელია თქვენთან ნახე ეს გაუცნობიერებლად ხდება ვიღაცასთან და რაღაც გაჩერდა მომენტი იცით იმ პერიოდში შეიძლება თქვენთვის საუკეთესო მომენტი ზუსტად ეს არის არასდროს არ უნდა შეხედოთ რაღაცას რომ აი მე всё და რაღაცა ეს არის გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს გამოვალი მდგომარეობა ყოველთვის მოგეცემა ჩანსი ყოველთვის დაუშვებ სამყარო ღმერთი თქვენი მფარველები აი გამოსავალს რაღაცას იმ ერთ კარებს ყოველთვის დაგიტოვებ რაღაცა ჭურჭუნად ასე რო თქვა ხო და რა თქმა უნდა თქვენ უნდა იპოვოთ უკვე აქ ის კი არა სასოწარკვეთილებით და არას პოზიციაზე პირიქით ამაში უნდა იყოს დარწმუნებული რომ ის ერთი გამოსავალი ყოველთვის იქნება ხო მაშინ თუ კი ასე არ იქნება გამოდის რომ ადამიანმა დაასრულა ყველაფერი ამ ქვეყნიური თუ მართალია ახლა ფინანსებზე მაქვს საუბარი მაგრამ ეს ხო ფინანსები არ არის ეს არის საჭირო ენერგია ნახეთ ამაზე არ უნდა გააკეთოთ ისეთ რაღაცა უბრალოდ ეს არის საჭიროება მოაგვარო თქვენი ყოველდღიური პრობლემები მოთხოვნები ხო ამაზე არის დაგებული ესე რომ თქვა სამყარო და აი ესე უნდა შეხედოთ თქვენ ამ ენერგიას ხო საჭირო ენერგია აი აქ ზუსტად არ არის გამორიცხული რომ რაღაც ნახეთ თუ შეიძლება არასწორი გარიგება ქონდათ რამე აქ ვიღაცა იმასაც ფიქრობს რომ ავიცი ტყუილა გადავყარებული ან რაღაცა ტყუილა თქვენი ესეთ შეგრძ მაგრამ ეს არ არის ასე პირიქით ეს წარმატებას მოგიტენთ ხანდახან ისიც არის რომ ადამიანს ნახეთ გეძლევათ გამოსაცდელად რაღაც აი როგორ შეხედა აი მე შენ დაგაყენე სწორ გზაზე დავუშვათ თუნდაც რამე შეიძინეთ ან რაღაცაში ახლა აქ აშკარად ფულის გადახდაზე არის ლაპარაკი და სამყარო გაყენებს ესეთ რაღაც აბა როგორ მიიღებ ამ ყველაფერს იპოვე გამოსავალი კი წარმატება მაგრამ გაგვირდება როგორ მიიღებ ესე უსამართლო ენერგიაში დარჩები თუ მოხვალ გონზე და დავუშვათ მოდი შეხედავ ისეთნაირად რომ შემდეგ ეს ყველაფერი წარმატებას მოგიტანს ეს არ ვიცი მე რა გარიგება არის ახლა აქ ხო არ ვეძებ საჯარო არის მაინც და ამას ძალიან დიდი წარმატება მოაქვს თქვენთვის აი იმხელა წარმატება რომ მე მაგალითად გეტყოდით შეიძლება ის დაწინაურება ესე იგრძნოთ თავი ხო ეხლა გაყიდვასთან დაწინაურება რა ვიცი რა შვაშია მაგრამ შეიძლება აი რაღაც ამაღლებულად იგრძნოთ შემდეგ გარკვეულ დროის შემდეგ თავი მე პირდაპირ გეტყოდით რომ კი თქვენთან არის გარკვეული პრობლემები მაგრამ გეგმაც გჭირდებათ ნახეთ ვალდებულება კი გიხსენეთ აქ მაგრამ გეგმაც გჭირდებათ ანუ ზუსტად უნდა დაგეგმოთ თქვენ რაში როგორ და რანაირად ხარჯავთ და კიდევ ერთი რაღაცა კი მართალია თითქოს ჩუმად ხართ მაგრამ გადასახადებს ან დახმარებას ან რამეს თუ თქვენ ასე გააკეთებთ ამას არ უნდა თქვათ არსებობს ესეთი ნახეთ ზოგიერთი მე ვერ ვასწავლე მაგალითად აი დაცვა დაიდები დაგადები ხო არ თქვა არა წამოვიდა და ესა რა ქვია დაქალს უთხრა დედას უთხრა გასაგებია დედა და მამა რა მაგრამ მე გეუბნები რომ არ თქვა ადამიანო ესე იგი შენ თავისთვის საიდუმლო შენ ვერ დაგიტოვებია ვერაფერი
გეუბნები არ თქვა, იმიტომ რომ ნეიტრალდება შემდეგ ესეთი რაღაცებიც არსებობს, რომ იცოდეთ. ვიღაცასთან არ არის ეს მანდა მაინც, მაგრამ ზოგადად არის საკითხები, რომელსაც არ უყვარს ლაპარაკი. არ უნდა თქვა, всё. ეს არის ესე რომ ვთქვათ, ბეჭად დასმული საკითხი. არა, იმა მე რა და მე ასე უთხარიო ისეთი დაცვა დავიდევი, ასე ვქენი, ისე ვქენი, ისე ვქენი, ასე ვქენი, ასე. მე ჯერ არ ვიცი ესე როგორ ენდობით ადამიანებს ამხელა ნდობა, მაგრამ მე კიდე აი აქ, რასაც გააკეთებთ, არ უნდა თქვათ, რომ ეს თუ გინდათ წარმატებაში დაგიჯდეთ. ხო, საბოლოო ჯამში ფინანსები. აქ მაინც მგონია, რომ რაღაც გაქვთ კიდე გადაგასაცემი. იპოვით გამოსავალს, ცუდი ენერგია არ მიფიქსირდება დამგროვებლითი პოზიცია, თუმცა აქ არ არის გამორიცხული, რაღაც თანხები გქონდეთ და ეს მოდი ასე ვთქვათ, მომენტალური დანახარჯი ხო რაღაცაში ფიქსირდება და უშუალოდ გაქვთ ახლა 200 ლარი და რაღაცაში ისე დახარჯერობთ. всё. ესეთი ვარიანტიც ამან არ შეგაშინოთ. მე არ მგონი ახლა ეს უაზროდ გაფლანგვა არ არის ეს, მაგრამ ესეთი ვარიანტიც დაფიქსირდა. მეორე ვარიანტთან ესეთი თემა. ნახოთ პირადში რა ხდება მეორე ვარიანტთან. პირადში რა ცვლილებები იქნება. აშკარად ელოდებით რაღაც ნიშანს ან მე ვფიქრობ, რომ თქვენ ზუსტად აი იმ პოზიციაზე თუ რაღაც ელოდებით ხო, რაღაცა იქნება ცვლილება, ან შესაძლებელია ძალიან ესე იმედგაცრუებული პოზიცია მიფიქსირდება, ცდილობთ აქედან გამოხვიდეთ. და უკან მოიტოვოთ ის ყველაფერი ვიღაცას, ესე რომ თქვა, შეიძლება შემოაგინოთ კიდეც ერთი შენი. ხო, ესეთ ვარიანტში ხართ და აქ საკუთარ თავს ირჩევთ, კი, გამოდიხართ დაბნეულობის მომენტიდან, რაღაც აანალიზებთ, რომ ეს უფრო მომგებიანი ნაბიჯი იქნება თქვენთვის და ეს უფრო დიდ წარმატებას მოგიტანთ. პირადში რა ხდება? ცვლილებები იქნება. მეორე ვარიანტი რა იყო? მარტო ხარ? რადგანაც ვერ გპირდებით რაღაცა დიდ ცვლილებებს მეორე ვარიანტს. აქ პირადი ვერ საერთოდ დაბლოკილი ხომ არ გაქვთ შემთხვევით. დაბლოკილი. ესე კი გითვალთვალებთ ვიღაც, მაგრამ თქვენზე ინფორმაციას აკროვებს აქ ადამიანი სხვათა შორის. მაგრამ ცოტა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება დაგვიანებული მაყარებით შემოაბიჯოს უფრო თვის ბოლოსკენ. ასე რომ ვთქვათ, ახლა ხო მაინც საჯარო კაშლა არის და თითქოს ფიქსირდება ასევე ადამიანი, რომელიც ინფორმაციას ააგროვებს და არ არის გამორიცხული სადღაც თვის ბოლოსკენ გააქტიურდეს, ხო, რა მოაქვს ამ ადამიანს თქვენთვის. აი, გრძნობები. ასლა ბარაკო. თამელი როგორი გრძნობები. არ გჯერავთ თან. ბედად ის აქ ვიღაც ნახეთ, მაგრამ ეს სხვადასხვა ადამიანია. ის ვინც გითვალთვალებთ, ამას რა მოაქვს თქვენთვის? არა, აქ ნახეთ
აქ ორად გაიყო, მე ვერ ვიტყვი რომ ამ წუთში თქვენ ვინმესთან ურთიერთობაში ხართ, არა. აქ არის ორი ადამიანი, ერთ-ერთზე თქვენ გეფიქრებათ, ეს იცით ვინ არის. სიტყვით შეიძლება არ რეზონინდეს, ამიტომ ამან განრისხება თქვენში არ უნდა გამოიწვიოს. ვისთვისაც არის. და ამ ადამიანს თქვენთან გითვალთვალებთ რაღაც ინფორმაციას კრიბავს. ძალიან ნახეთ ფინანსურ ეგრეგორზე გირტყამთ ეგრევე გიფუჭდებათ რაღაც ეს ფინანსები შეიძლება აი როგორ არის გასავალი უაზრო ხარჯები შესაძლებელია პიროვნება არის თვითონ ისეთი ტიპაჟი უაზროდ თქვენ გახარჯინებთ თვითონ კი არ ხარჯავს აი თქვენ გახარჯინებთ ხო ან შეიძლება ფული გთხოვოთ და როგორ არის ესეთ რაღაცაში დახარჯოს ну აიცი რომ არ უფრთხილდება, ხო, ესეთი ტიპაჟი, ეს ფინანსურ ეგრეგორზე გარტყამთ. სხვათა შორის ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა. ეხლა მე ამბავს მეგობრები და წარმოიდგინეთ, ეხლა ჩემთან რო ადამიანი მოვა და თხოვა თანხა. ფული. ჩავთვალე რომ აი არა, ვიცი რომ რაღაც არ ქონდა გაჭირებული მომენტში იყო და ესეც ვიცოდი რომ გაისტუმრებდა ეხლა ესე კი არ არის, მაგრამ იმ წუთში რა ვიცი მე რაზე მთხოვა მგონია რომ ალბათ წამლის ფული უნდა დედამის დედა ყავდა ავათ ესეც მითხრა მანამდე ესეთი პრობლემა გქონდა რომ დედაზე წამალი აქვს საყიდეთ ხო და ყველაფერს ტაროში და იმაში ვარ დავიწყებ ძებნა ჩვეულებრივად მას ქენი ახლა არ დამიწყი არაფერი და გავიდა გარკვეული დრო და მე მივხვდი რა შეწყდებოდა რა წყდებოდა თურმე ეს თანხა ჭირდებოდა რისთვის ვიღაცა გოგოს ეფლირტავებოდა და ამ გოგოს უთხრა გაიხადეო ამ გოგო მოთხოვა ფული და აი ამაში ჭირდებოდა აი ამის გამო 200 ლარი იქნებ მე არც მქონდა ის თანხა მე დღესაც ვერ ხვდები წლები არის გასული თანხა როგორ გამომართვა ამის გამო ადამიანმა და როგორ მოვიდა როგორ მომადგა თანხაზე ფულზე და რაში ხარჯავს ვიღაცას უგზავნის მისი წვირიან ტრაგი ერთი ადგილი გამოუგზავნოს ფოტოთინ მან მე ზიანი მომაყენთ ამას კი არ ამბობ რისთვის მოგიყევით ეს მაგალითი აქ არის ვიღაცა შეიძლება ეს რაღაცა რა ვიცი მე რაში ხარჯავს ამ ფულს ისიც არ არის რომ აი გასიამონა ვერ გავიგე ის ადგილი თუ აინტერესებს მე ფული არ გადაიხადოს ისე ვერ ნახავ ინტერნეტში ხო ხდებით ახლა რამდენი ტვინ შერღეული არის ახლა რო გითხო ამ ადამიანს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანია და რა ვიცი მე ვერ აღვიქვამ ჯანსაღ ფსიქიკა უკაცრავად ვინმე თქვენ თავი აღმოაჩინეთ ესეთი რამეს რო დავაფიქსირებ, მე იბოღმებით და მეძებთ ვინა ვარ და სისხლის ჯგუფს ეძებთ და სისხლის ჯგუფს ახლავე გეტყვით. მესამე უარყოფითი მაქვს. ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. რომ მესამე უარყოფითი მაქვს. კარგით. მეორე ვარიანტი პირადში ვინც დაგიფიქსირდათ, აი ეს სერიოზულად ჩანს ხოთა შორის. საკმაოდ შემდგარი, წარმატებული, სისწრაფის მოყვარული, ეს როგორ ტიპაჟია, იცი? რაღაცა ისეთი ძველი ბიჭი არ არის თქო, ესი არ არის, არა. მაგნაირად არ არის, მაგრამ ისეთია რა, მანქანას რაღაცა ისე მოაჯდება და ძალიან რო დაგლიჯინებს, აქეთი ჯარიმებია გენაცვალე ახლა გართულებული ყველაფერ ფრთხილად იარეთ. რაღაცნაირი ისეთია რა, შეიძლება რამე ძვირფასი ნივთიც კი აქვს შებმული ხელზე, ყელზე რაღაცა ისეთია, ხო ხდებით? გამორჩეული, ну ყველა არ არის. რატომღაც მგონია, რომ თითქოს რო შეხედავ, მაინც რაღაცა თავის გამორჩეულობით თვალში მოგხვდებათ. ერთი ესეთი ტიპი არის. სხვადასხვა საჩუქრით მოდის, ეს თქვენთან არის ფიქრობთ, როცა გამოჩნდება, ისე გამოჩნდეს, ერთი ადგილი დაიკავოს ხელში. არა. ვერ დაფსაჩუქრით გამოჩნდება.
არა გავაკეთე ეს რეპლიკები მაქვს მე მგონი წითელ წიგნში ვარ შესახვენი მაგრამ რა მოაქვს ამ ადამიანს თქვენთვის ასევე საჩუქარი გითხარით ღირებული არის ღირებული შეიძლება ეს ცოტა დაგვიანებით შემოვიდეს ესე მათ არ იყოს ახლა დასაწყისში რაღაცა მაგრამ თითქოს აგვისტოში უკვე უნდა შეამჩნიოთ აგვისტოს ბოლოსკენ შეიძლება ვისთან როგორ მაგრამ ნახეთ ხო ეს კი ღირებული ნივთი მოაქვს ამას თქვენთან ფასიანი ჭიქა არ მოაქვს საჩუქრად აი მენედა რა შეეხება სიყვარული გედეცელი სიყვარული აფეთქება მოხდება თქვენში აფეთქება კი არა და აქ პირდაპირ სერიოზული ნაბიჯით მოდის ბედში ზის ეს რაღაც ბედის თემა ამ თემაზე იქნება აქ ყურადღება გამახველებული და როგორ გიყურებთ უკვე ამას თქვენ შემჩნეული ხართ აი ესე რომ რაღაცას დაინახავ შორს და თავს წამოწევ აი დავშოთ ზიხართ ეხლა წარმოიდგინეთ და დაინახეთ შორს რაღაცა თავს ხო წამოწევ და უყურებ ესე დიდი თვალებით რა დაკვირვებით რა არის აი ესე გიყურებთ ამ წუთში ეს ადამიანი ეს არ უნდა გაგიკვირდეთ მე დავინტრიგდი უკვე მე რა იქნება თქვენი სხვა ემოციები აი მე პეპლები დაგიწყებთ თქვენ სირბილს მთელს ტანში ჟრუანტელი დაგივლთ არა კი და პეპლიანდებით არ მithქვია არა ესე არ მithქვია კი აქ არ არის გამორიცხული ძალიან დიდი მოწონება იქნება თქვენი მხრიდან ძალიან დიდი აი კი ბატონო შეიძლება როგორც აი ხელი ჩაკიდებული პატარა ბავშვები რო მიდიან ხელი ჩაკიდებული რაღაცა ესე რა ცოტა თამაშით რაღაც ესეთ ფორმაში მიფიქსირდებ და არ არის გამორიცხული რაც არ უნდა გაგიკვირდეთ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ აი ესე გაისერნოთ სადმე და ზუსტად ესეთი ეს კონდეთ რაღაც იერი და რა კაია არა ცოტი მე რა გავაკეთო მაინტერესებს და უნდა გავაგრძელო თქვენ ეს ახლა ვიღაცა რო არა მოხდეს აქ ისე არ იქნება ხო თქვენი ბედნიერების შესახებ არავის არაფერი არ უთხრათ სანამ ეს საქმე ბოლომდე არ მივა ქორწილის დღეც რო დაგეგმოთ მე ასე გეტყოდით არიან ადამიანები წინასწარ ამას ყველაფერს გეგმავენ და უკვე როგორ არის იცი всё ცოლად თვლიან თავს არა სანამ ქორწილი არ დასრულდება დღის დაგეგმა კი არა არ დასრულდება მანამდე არ თქვათ მანამდე შეიკავეთ თავი კარგი მე როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა შეიკავეთ თავი ნუ საჩუქრები ყვავილები ესე რომ ვთქვათ მომენტალური სურპრიზად მოსვლა როგორი მოსვლა ნახეთ დაგეგმილი სხვა არის რო შეთანხმდებით და აი მოდის იცი არა მომენტალურად რომ დაგადგებათ თავზე ესეთი რაღაცებიც ფიქსირდება მე რა იქნება მე ასე გეტყოდით აქ კი ბატონ გარეშე რაღაცებს არ მისცეთ იმის უფლება რომ ეს თქვენი პირადი ბედნიერება თუნდაც ამან ვიღაც არის ახლა მეორე პიროვნება ვისთანაც არის ჩაგიშალოთ რაღაცა თქვენი წარმატებები არაგენაცვალე გაარჩიეთ ვინ არის ისწავლეთ უკვე დროა დიდები ხართ საკმაოდ ხო არა ხართ პატარა გოგო ბიჭები ჩემი მსმენელები
აქ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ადამიანი, რომელიც შეძლებს თქვენს გვერდში დგომას, ჭირსა და ლხინში. აი ესე დავასრულებ მეორე ვარიანტთან, ვისთანაც რეზონირდება ძალიან დიდი. მე გეტყოდით, როგორ იცი, აი რომ მიოცნებია, მისურვია, აი თქვენი სურვილებს რომ შეასრულებს, ესეთი ტიპაჟი არის. ზუსტად თქვენს არ არის ესეთი რა. ჩუსტებით და იმით არ მოგაგებათ. არ არის ესეთი ტიპაჟი. და აქ პირდაპირ გეუბნებით განვითარდება ძალიან სწრაფად ესა ურთიერთობაც. სწრაფი განვითარება. არც ბორძიქს არ იწყებს რომ რა უნდა არ იცის ვერჩა ჩამოყალიბებული. პირდაპირ მოდის გეუბნებათ აი ეს ასე და სათანადოდაც იქცევა. მე არ ვიცი ვისთვის არის ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან კაცური ტიპაჟი მოდი, აი კაცი არის იმენა, კაცი არის წარმეუბნება, რომ ეს არის ჩამოყალიბებული მამაკაცი. ჯერ ფიზიკურადაც რო შეხედავ ეტყობა და მე თუ მკითხავთ მართლა ეტყობა მამაკაცებს ფიზიკურად რო შეხედავ რა ტიპაჟი არის ზოგადად. ამ მამაკაციდან მე ვერ წარმომიდგენი, აი მან გრძნობებზე ან რაღაც ესე თამაშოს, შეეშალოს, როგორ მოიქცეს ვისთან გაიგულაოს და ვისთან არ გაიგულაოს, ამან ძალიან კარგად იცის. და საკმაოდ ამ საკითხზე ნახეთ, ეხლა რომ საუბრობ, რაღაც თუ შემამჩნიეთ ხმის ტონი შემეცვალა, გამიმკაცრდა. აი ამ ადამიანს ზუსტად ეს ემართება. ამაზე რომ ვიღაცამ ესე რამე უთხრას, იმენა ბიჭო ვისკათ. ხო, რა გამკაცრდება ძალიან გაუკაცრდება ხმის ტონიც, მაგრამ ეხლა იცით რა არის? მსმენელი ბევრია და მე ინიღბებიან და იგივეს თამაშობენ. არა, მე გეუბნებით. ფეხსაცმლიდან ეტყობა ადამიანს უკვე ის რა ტიპაჟია. მე გუჩებზე და მუჩებზე არ ვსაუბრობ. შარვალზე ეტყობა რა ინსტრუმენტი დეში. აიგეთ? ხო, ეტყობა რა ადამიანი და რა კაცია, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. სახეზე ეტყობა, მანერა, ყველაფერზე ეტყობა. აი ამას ზუსტად ასე ეტყობა. გისურვებთ წარმატებას. გადააზიარეთ და ლაიქეთ ვიდეო. დროებით.